როგორი დამოკიდებულება აქვს დღეს ქართულ ოცნებას პრეზიდენტის მიმართ და საერთოდ ოპოზიციური აზრის და კრიტიკული აზრის მიმართ. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ესეთი შეფასება მათი მხრიდან, ერთ-ერთი მათი ლიდერის მხრიდან, პირადად მოვისმინე, რომ ჩვენ მხარეს არის ხალხი. ოპოზიცია საწინააღმდეგო მხარესაა, ხოლო პრეზიდენტი მოწინააღმდეგე მხარედ გადაიქცა და ის აღარ არის დამოუკიდებელი არბიტრი და ასე შემდეგ. ანუ ეს შეფასება რას ამბობს? ქართული ოცნება აცხადებს, რომ ხალხის სახელით საუბრის უფლება აქვს მხოლოდ მას ამ ერთ პოლიტიკურ ძალას. მოდით გავაგრძელოთ ლოგიკა, ხო? ძალიან ვამთავრებთ თქვენი ჭირიმი. ჩვენ მხარეს არის ხალხი და სხვა ყველა მოწინააღმდეგე მხარეს არის, გამოდის, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე ხალხის მოწინააღმდეგეა, ხო? ეს არის ლოგიკა. და ამას აკლია ცოტა სხვა ფორმის შეცვლა, ჩვენი მტერი ხალხის მტერია და აი ამ ორი მაგიური სიტყვით იყო სწორედ წინა საუკუნეში გამართლებული ის ბოლშევიკური და კომუნისტური სისხლიანი რეპრესიები და არავის არ აქვს უფლება და აი ესეთი აზროვნების პოლიტიკურ ძალას უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს დემოკრატიაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე და ამიტომ ჩვენი ვალია როგორმე სწრაფად მიშაშორო ეს ძალა ხელისუფლება. შალვა შავგულიძე, კოტე იოსელიანი იყო ჩვენი გასწევრის პირველი ნაწილის სტუმრები.